აფხაზეთის მეომართა კავშირსა და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს აფხაზეთის მეომართა კავშირის მეთაურთა საბჭოს თავმჯდომარემ ლევან ქეცბაიამ და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა გიორგი ძაძამიამ. მემორანდუმი მიზნად ისახავს აფხაზეთის ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებებში ერთობლივი საგანმანათლებლო კულტურულ შემეცნებითი და არაფორმალური აქტივობების განხორციელებას, ახალგაზრდებში ისტორიული მეხსიერებისა და პატრიოტული ღირებულებების გაძლიერებას, საქართველოს უახლესი ისტორიის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და გმირების სახელების უგდაყოფას. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გეგმებსა და ერთობლივი პროექტების განხორციელების პერსპექტივებზე ისაუბრეს. ხელმოწერის ცერემონიას აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე გური ბაქრაძე, სამინისტროს წარმომადგენლები, აფხაზეთის მეომართა კავშირის წევრები და ომის ვეტერანები ესწრებოდნენ. დღეს ჩვენ აფხაზეთის მეომართა კავშირმა და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ მოვაწერეთ ხელი მემორანდუმს, რომელიც გულისხმობს ახალგაზრდა თაობის პატრიოტული სულისკვეთების ამაღლების საკითხს. ჩვენი თანამშრომლობა მოიცავს ლექციების გაკვეთილების ჩატარებას ამ თემაზე. მადლობას ვუხდით აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს, რომელიც მყისიერად გამოეხმაურა ჩვენს ინიციატივას. ჩვენი მომავალი თანამშრომლობა დარწმუნებული ვარ, შედეგიანი იქნება. ამაში ჩაერთება კიდევ უფრო მეტი ხალხი. გავაფორმეთ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი აფხაზეთის მეომართა კავშირთან, რომელიც მოიცავს როგორც საგანმანათლებლო, ასევე კულტურული შემეცნებით ღონისძიებებს, აქტივობებს, რაც საბოლოო ჯამში მიმართულია ახალგაზრდებში, მათ შორის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების და კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებულ სკოლების შესაბამისი ასაკის მოსწავლეებში პატრიოტული სულისკვეთების, სახელმწიფოებრივი აზროვნების გაძლიერება გაღვივებას. იქნება დამატებით საქართველოს უახლეს ისტორიაზე ობიექტური და მეუკერძოებელი სურათის ჩამოყალიბებისკენ მიმართული აქტივობა ლექციები, რომლებიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად საქართველოსთან და მათ შორის, რა თქმა უნდა, ჩვენ კუთხე აფხაზეთთან ემოციური კავშირის შენარჩუნება გაძლიერებისთვის.